გამარჯვებისთანავე საარჩევნო ბლოკი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება ამოქმედებს სოფლის მეურნეობის აღორძინების სპეციალურ პროგრამას. სოფლის მეურნეობის განვითარებას და შეღავათიანი აგროკრედიტების გაცემის პირობას ივანიშვილი ჯერ კიდევ წინა საარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრების ასდებდა. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი დაპირება რომ შეესრულებინა მისივე ინიციატივით სოფლისა და სოფლის მეურნეობის ფონდი შეიქმნა. თქვენ მიიღეთ ძელვადიან უფასო ფულს, უპროცენტო კრედიტები იქნება. გლეხს მიეცეს საშუალება, ფერმერს მიეცეს საშუალება, გააფართოვოს თავისი საქმეობა და წელში გაიმართოს. აი ამის საშუალებას მოგცემთ თქვენ. სოფლისა და სოფლის მეურნეობის 1 მილიარდიანი ფონდი, როგორც იურიდიულ მისამართია მითითებული მარშალ გელოვანის 6 ნომერში მდებარეობს. საჯარო რეესტრში ამ მისამართზე ასევე რეგისტრირდება სოფლის მეურნეობის სამინისტროც. არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი ინიციატივის წევრი შმაგი ჩოხელი, რომელიც სწორედ სოფლის მეურნეობის საკითხებზე მუშაობს, ფონდის მუშაობით დაინტერესდა. ხოთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის შესახებ. 2013 წლის ბიუჯეტის რაოდენობის შესახებ. აღნიშნული ფონდის დაფინანსების წყაროები და თითეული წყაროს მიერ გაღებული თანხის ოდენობა. დაარსებიდან დღემდე რამდენი პროექტი დაფინანსდა და რა თანხით. დაფინანსებული პროექტების დასახელება და სამართლებრივი ფორმა, მათი ადრესატები და თითეული პროექტის ბიუჯეტი. აღნიშნული ფონდის 2013 წლის პრიორიტეტები და ინფორმაცია პარტნიორთა ორგანიზაციების შესახებ. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი აქ მდებარეობს. დაცვის წევრებმა თავდაპირველად დაგვიდასტურეს, რომ ფონდი სწორედ ამ შენობაში მდებარეობდა. თუმცა ქალბატონმა სატელეფონო ზარის დახმარებით გაარკვია, რომ ფონდი არა აქ, არამედ დიღმის მასივში, კონკრეტულად კი ახმეტელის 10A ნომერში მდებარეობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლის მითითებას მივყევით, თუმცა სოფლისა და სოფლის მეურნეობის ფონდი არც ამ მისამართზე აღმოჩნდა. გვითხრეს, რომ აქ არა ფონდი, არამედ შპს მექანიზატორი მდებარეობს, რომელიც ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექვემდებარება. მექანიზატორის თანამშრომლებმა კი ფონდის ახალი მისამართი მიგვასწავლეს. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი აქ მდებარეობს. მეორე შემოღების ფონდი აქ მდებარეობს. კანცელარია რომისათვია? კანცელარიაში. გვერდით შენობაში ვინმე ჯაბამ დაგვიდასტურა, რომ ფონდი ნამდვილად ამ მისამართზეა განთავსებული. თუმცა მოპირდაპირე მხარეს მომუშავე ქალბატონმა ჩვენთან საუბარი შეაწყვეტინა და გითხრა, რომ მას გავსაუბრებოდით. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ქალბატონს აუხსნა, რომ ფონდის კანცელარიაში წერილი ჰქონდა ჩასაბარებელი. ქალბატონმა კი დრო ითხოვა და ზედა სართულზე გადაინაცვლა. სოფლისა და სოფლის მეურნეობის კანცელარია მინდა. წერილი გვაქვს მოტანილი არასამთავრობო. ქალბატონი უკან მამაკაცთან ერთად დაბრუნდა, თუმცა უცნობ მამაკაც, რომელიც შემდგომ დავით არველაძედ გაგვეცნო, დაახლოებით 20 წუთი დასჭირდა, რომ ჩვენთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღო. ბატონმა დავითმა აგვიხსნა, რომ ჩვენ ამჯერადაც არა ფონდში, არამედ სოფლის მეურნეობის სააგენტოში ვიმყოფებოდით. წერილი მაქვს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდში ჩასაბარებული. არ არის, ეს არის სააგენტო. ბატონო, ეს არის სააგენტო. და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი სად მდებარეობს? ვისამართი განთავსება? სად ფიზიკურად სად არის? ხო, გეტყვით, ეს არ არის ფონდი. ერთი წუთი დამოვაგებ. კი ბატონო, დაგელოდებით ინფორმაციას მოგაგებით. ერთი წუთი ზუსტად 15 წუთს გაგრძელდა. სწორედ ეს დრო დასჭირდა სოფლის მეურნეობის სააგენტოს თანამშრომელს გაეგო, თუ სად მდებარეობს სოფლის მეურნეობის ფონდი. რაღაცა კომუნიკაციის შეიძლება არ უზუსტობა. ფონდი არის სადაც იყავით სამინისტროს უკან. სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკან კი კადრებში კარგად ჩანს, რომ არა ფონდი, არამედ სამინისტროს მომსახურების ცენტრი მდებარეობს. მომსახურების ცენტრის დაცვის წევრის დახმარებით გავარკვიეთ, რომ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი სწორედ ცენტრის მოპირდაპირე მხარეს არის განთავსებული. შენობას გარეთ აბრა არ აქვს. აქაც დაცვის სამსახურის თანამშრომლის დახმარებით ვარკვევთ, რომ ფონდი შენობის მეორე სართულზე მდებარეობს. ანუ აქ მდებარეობს ხო? სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი. კანცელარიამდე რომ მივიდე? კი, არა, პრობლემა ეხლა ჩამოდი. იო, ის არის, შენთან არიან მოსულები. რაღაც წელის ჩაბარება უნდა კანცელარიაში და ეს განვითარება. გიორგი
ჟურნალისტების არის ჩამოხვიდე თუ არა არასამთავრობოა და მოდი იქნებ იქნებ ვინმე გამოგზავნო შენი ვინმე გიორგი რომელსაც თანამშრომელი ესაუბრება და ჩვენთან შეხვედრას თხოვს ფონდის დირექტორი გიორგი მანაგაძეა თუმცა ჩვენთან შესახვედრად გიორგის ნაცვლად ქალბატონი ჩამოვიდა რომელმაც წერილის ჩასაბარებლად კანცელარიის არარსებობის გამო ფონდში აგვიყვანა სწორედ ასე გამოიყურება ეგრეთ წოდებულ 1 მილიარდიანი ფონდის ეგრეთ წოდებული კანცელარია Странно кითხოთ, რა მაინტერესებს ანუ ეს არის მხოლოდ თუ რაც არის ფონდის ანუ ამ დეტალებს ვერ გაგცემთ პასუხს ბატონ გიორგის დაელოდეთ და როდესაც ან ფონდის ამდენი თანამშრომელი პასუხს არა ვერ გაგცემთ თქვენ თანამშრომელი დანდებით ვერ გაგცემთ პასუხს ამ გიორგის დაელოდეთ ბატონ გიორგი ამ თუთა აქ არ არის მაგრამ ისე აქ მუშაობს ფონდის თანამშრომელმა ნინომ უარყო რომ მანაგაძე სამსახურში იმყოფებოდა ფონდის ხელმძღვანელმა არც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან გამოჩენა ისურვა და არც ჩვენთან კომენტარის გაკეთება წერილი კი ნინომ ჩაიბარა ეს არის თუ ის ფონდი რომელმაც საქართველოს სოფლის მეურნეობა უნდა ააღურწინოს და განავითაროს ჩვენ ძალიან უფრო მყარ და უფრო ძლიერ მონიტორინგის პროცესში ჩავერთვებით ყველა მათ საქმიანობას გაუწევთ მონიტორინგს და საზოგადოების ფართო მასებს უფრო ზუსტ და მკაფიო გამჭვირვალე ინფორმაციას მივიღეთ ვინაიდან ეს არის დახურული ციხე-სიმაგრე ქაჯეთის ციხე-სიმაგრე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის შემდეგ შმაგიჩოხელი ივანიშვილის ქართულ ფონდითაც დაინტერესდა, რომელიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს აფინანსებს. ქართულ ჯგუფში მისულ არასამთავრობო ორგანიზაციის საზოგადოებრივი ინიციატივის წარმომადგენელს, რომელიც ქართულ ფონდისგან წერილობითი ფორმით მხოლოდ ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღებას ითხოვდა, განუცხადეს, რომ ფონდში არც კანცელარია და არც იურისტი, რის გამოც ის პასუხს ვერ მიიღებდა. ფონდში ასევე არ აღმოჩნდა ქართულ ფონდის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეტიანიც. ფონდის იურისტი არის შეხვედრაში უშუალოდ მოგზაურობენ და პირადად ჩაება. რაც ნიშნავს, ვინ პასუხისმგებელი პირი არ ყავს საკუთარი ფონდის იურისტი. ერთი იურისტი ყავს ხო? ვინმე შემცვლელი არის სხვა პასუხისმგებელი პირი არავინ არ არის, მეწერილი დავტოვო. ასეთი მსხვილი ფონდი, რომელიც არის ქართულ ფონდი, რომელიც აფინანსებს ესეთ მსხვილ პროექტებს, თურმე არ ქონია კანცელარია, სადაც შეუძლია ნებისმიერ საჯარო პირს ან მშობლიურ მოქალაქეს ან იურიდიულ პირს ჩააბაროს წერილი. მე ნამდვილად მიჩნდება ეჭი, რომ ასეთმა ფონდმა ისეთი მსხვილი პროექტები დააფინანსოს და განავითაროს, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის განვითარებას, რომელიც მოგეხსენებათ როგორც პრემია, ასევე მთავრობის წარმომადგენლები ძალიან ამბიციურად და ძალიან თავამად აკეთებდნენ განცხადებას სოფლის მეურნეობა უნდა განვითარდეს. რა ხდება დღეს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდში? რამდენი პროექტია დაფინანსებული და ასევე რამდენი თანხა არის ამ პროექტებზე გახარჯული კონკრეტულად თქვენ გამგეობის თავმჯდომარე ბრძანებით? კი ბატონო. კონკრეტულად თანხები შეიძლება ალბათ მევალება კიდეც განსხვავებით იმისგან გელა რასაც მეუბნებოდა ამ თანხები რომ ცუდად ცუდი არ იყო. გაწმონდეთ რომ ძალიან კარგად მიდის, იმაზე კარგად რასაც გბირდებოდით. გასარკვევი რაცაა მე ახლა თავის ქება აღარ მინდოდა, ოდესღაც თავის შევიქე სოფლის მეურნეობით და აღარ მინდოდა ამის გაგრძელება. მე უფრო კრიტიკულ საკითხებზე ვისაუბრე ეკონომიკაზე, რაც ეკონომიკურ ვარდნაზე და ზოგადად. ძალიან კარგად მიდის. ჩვენ 100 საწარმოს შევიდით რომ მინიმუმ 100 საწარმო უნდა დაფუძნდეს და ოპონენტები დღეს საყუდრებენ სად არიან ეს ქარხნებიო, რა თქმა უნდა ეს დილეტანტური მიდგომაა. გაწმენდით რომ წლის ბოლომდე იქნება დაფინანსებული არანაკლებ 100 ქარხნისა, უფრო მეტიც. შეიძლება დაინტერესდეს. ეს კონკრეტული თანხა, თუ არ იცი დაახლოებით თანხა მაინც დაგვისახლოთ, რამდენი არის გამოყოფილი დღეს ფონდიდან? მე ვთქვი, მე მგონი საჩხერეში გამოსვლაზე ჩემი 700 მილიონზე მეტი. ჩვენ მილიარდი დავასახელეთ 3 წლის განმავლობაში. პირველ წელს ავითვისეთ და შემოდგომა წინ გველეს. შემოდგომის ჩათვლით ალბათ 700 მილიონი მაინც დაიხარჯება და დაიხარჯება ეფექტურად. iPhone Plus-ი აირჩიეს სასურველი პროდუქცია და მიიღე 0%-იანი განმავლობა ნებისმიერ შენაძენზე. მისამართი: ჭავჭავაძის 19 და პეკინის 11.